გამარჯობა, მე ვარ მაჩვი და დღეს გაჩვენებთ ერთ-ერთ მეთოდს, როგორ ვისწავლოთ გრიფი. გრიფის სრულად აღქმა, ანუ მასზე არსებული ნოტების სრულად ცოდნა, ანუ გრიფზე ადაპტაცია აუცილებელია ნებისმიერი ჟანრის მუსიკის დასაკრავად. დასაწყისისთვის მაგალითად ავიღოთ პირველი 5 ლადი. ავირჩიოთ რომელიმე გამა. ამ შემთხვევაში მე ხშირად დო მაჟორის გამას ვიყენებ ხოლმე, იმიტომ რომ მარტივია ჩემი აზრით გადმოსაცემად და აღსაქმელადაც, იმიტომ რომ დო მაჟორის გამაში შედის მხოლოდ ნატურალური ბგერები, ანუ არ გვხვდება დიეზები და ბემოლები და ეს ამარტივებს. ხო და ესე იგი ვიღებთ პირველ 5 ლადს. აქვე ვიაზრებთ, რომ დო მაჟორის გამაში არის, როგორც უკვე ვთქვი, მხოლოდ ნატურალური ბგერები, ანუ დო, რე, მე, ფა, სოლ, ლა, სი. და ამ 5 ლადში ამ ნოტების შესაბამისად ვპოულობთ ყველაზე დაბალ და ყველაზე მაღალ ბგერას. 4-სიმიანი ბასის შემთხვევაში ყველაზე დაბალი ბგერა გვაქვს მი. ყველაზე მაღალი კი დო, ამ 5 ლადის შემთხვევაში. შესაბამისად, ამ 5 ლადში გავიაზროთ, რომ პირველ რიგში გასააზრებელია, რომ ღია სიმები, ანუ სოლ, რე, ლა და მი პირდაპირ შედის ამ დო მაჟორის გამაში. ისეთ ახლა დავუკრათ ყველა ეს ბგერა ამ 5 ლადში, რომელიც შედის ამ კონკრეტულ გამაში. პირველ 5 ლადში დო მაჟორის ბგერები. ნელ-ნელა ვზრდით უკვე ლადების რაოდენობას და მივდივართ 12 ლადამდე. მე 12 ლადამდე უпроსტურად. ახლა დაახლოებით გაჩვენებთ მონახას, რომ აი 12 ლადში დო მაჟორში შემავალი ბგერები სრულად. ყველაზე დაბალი მი სიმიდან, ყველაზე მაღალ ამ შემთხვევაში სოლ სიმამდე. უკანაც ანალოგიურად შეგვიძლია დავუბრუნდეთ. ეხლა მე ეკრანზე გამოვიტან ზუსტად ამ ნახატს, რომ 12 ლადში დო მაჟორში შემავალ ბგერებს, რომელს რამდენიმე წამი გაჩერდება და შეგიძლიათ დაასკრინშოტოთ. თუ არა და ინტერნეტში მრავლად მოიძებნება მსგავსი დიაგრამა, არა მარტო დო მაჟორის, რა თქმა უნდა, და ყველა სხვა გამის. და ესეთივე პრინციპით ჩვენ უნდა დავუკრათ ყველა გამა. ანუ ყველა ტონალობაში, ასე ვთქვათ, ეს იქნება პირობითად სი მინორი თუ რე მაჟორი. ზუსტად ანალოგიური პრინციპით უნდა ვისწავლოთ გრიფი და ძალიან დაგვეხმარება სამომავლოდ. ერთ-ერთი აუცილებელი ამბავი. დღეისთვის სულ ეს იყო, რის თქმას მინდოდა, მადლობა ყურადღებისთვის.